მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სამნი ვიქნებით სტუდიაში, ბატონი ლევან ჭოტორლიშვილი პოლონეთიდან, კერძოდ ჯეშოვიდან, ბატონი ლევან მეტონიძე გერმანიიდან, კერძოდ ბერლინიდან და მე თქვენი მონამორჩილი კვლავ ნიუ-იორკიდან, კერძოდ ბრუკლინიდან. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ დამთავრდით გამონახეთ დრო და იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა ჩვენი მაყურებლებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. გამომშვიდობისა. მეგობრებო, ყველაზე ცუდი რაც ამ უქმეებზე მოხდა, ის არის რომ ესე იგი არ ვიცი ეს როგორ შევფუთო, მოკლედ რუსები აიძულეს თუ რუსებს სურდათ და თითქოს ელოდნენ შესაბამის მომენტს და მოკლედ ეს თავიანთი ცნობილი არეშნიკი გამოიყენეს კიევზეც უკვე. ბუნებრივია იყო გრევა, ალბათ იყო მსხვერპლი, უკრაინული ფაბრიკები ამბობენ რომ მსხვერპლი დიდი იყო, რუსები ამაზე არ საუბრობენ და ალბათ არც ისაუბრებენ და ყველაზე ცუდი ის არის რომ ეს მოყვა ელენერში, ანუ ლუგანსკის ოლქში, რო არ შემეშალოს, სტარაბელსკში, აი ამ ახალგაზრდული სტუთქალაქის მიზან მიმართულ დაბომბვას, როცა მსხვერპლი იყო ძალიან ბევრი დღეს განსხვავებით სხვებისგან მე უყურებ რუსულ ფედერალურ არხებს და იქ იყო შემზარავი კადრები ბოლო წამს როგორ ემშვიდობებოდნენ ოჯახის წევრების ბავშვები, ზოგი დედა, ზოგი თავის ოჯახის წევრს, ანუ ჯერო იბომბებოდა კიდე და საბოლოო ჯამში ყველაზე ცუდი ის არის რომ მე რასაც ახლა ევროპულ არხებს უყურებ და დასავლურ არხებს, ანუ CNN და BBC იცით ალბათ რომ სტარაბელსკში მიიწვიეს, მაგრამ არ ჩავიდნენ და აი დღეს ორშაბათი დღე არის და პირველი ეფექტი ამ ყველაფრისგან ჯერ სტარაბელსკის დაბომბვა, შემდეგ მოკლედ რუსების პასუხი უყურებ ევროპაში განვითარებულ მოვლენებს, უпростоრად რეაქციებს და ვატყობ რომ არანაირ წითელ ხაზებს რუსების მიერ გავლებულს ბჭყალებში არ იზიარებენ, არ ეპოვებიან და ფაქტობრივად გადასული არიან ისეთ აგრესიულ რიტორიკაზე, მიუხედავად ამ არეშნიკის გამოყენების, რომ სიმართლე გითხრათ, მე პირველად შემეშინდა, რომ რამე არ მოხდეს იმაზე მეტი, რაც ახლა ხდება და რას გულისხმობ. მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაკონსერვება მოხდეს, უფრო წარმომიდგენია, რომ ევროპა-უკრაინა vs რუსეთი მოხდება. ანუ ეს ფრონტის ხაზი გაიშლება და უფრო გლობალური ჩართულობა მოხდება ამ ყველაფერში. და მოკლედ ამ ჩემი პროლოგის ძირითადი პათოსი ის არის, რომ მე განცდა მაქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ეს ნამდვილად არ მიდის. ეს არის პირიქით კონფრონტაცია და თქვენ როგორც ევროპაში მყოფნი, ვიცი რომ ევროპაში არაერთი წელია უკვე ხართ, ჩემი არ იყოს და სოციუმის წევრები ხართ, უყურებთ ადგილობრივ მედიას, კითხულობთ პრესას, ურთიერთობა გაქვთ მოსახლეობასთან და ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის აი ესე პირველი პირიდან გაგებული ინფორმაცია თუ რა განწყობებია მასებში, კერძოდ ევროპაში და ბატონო ლევან, თქვენგან დავიწყოთ, რა ხდება პოლონეთში და ჩემს საყვარელ ქალაქ ჟეშოვში? ახლა რო გითხრათ, ახლა გულწრფელად მაინც არ ვადევნებ მე არც პრესას თვალს და შემდეგ უბრალოდ ჩემი საქმიანობით ვარ დაკავებული, გულახდილად რო ვთქვა, ძირითადად ეს არის ჩემი ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა. არ მგონია მე ახლა განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, დაძაბულობას და რაღაც განსაკუთრებულ იმას ვერ ავწნობ სიტუაციის ცვლილებას ამ შეტევის ფონზე, იმიტომ რომ მე მაინც გონია რომ ეს არის კონტროლირებადი ესკალაცია და პრინციპში ორივე მხარე რაღაც დონეზე ამ პროცესს აკონტროლებს, ასე ვთქვათ, ესკალაციის შემდეგ ნაბიჯებს. და არის ესე იგი რეალური წითელი ხაზები ნამდვილად არსებობს, ოღონდ სადღაც უფრო ზევით არის გავლებული. კერძოდ რას გულისხმობ? მე არ მგონია, რომ იქნება ღია ფიზიკური კონფრონტაცია თავშოთ ნატოს და რუსეთს შორის, იმიტომ რომ ასეთ კონფრონტაციას აქვს ძალიან მაღალი ალბათობა,
პირდაპირ გადაიზარდოს ბირთვულ დაპირისპირებაში, რაც პრინციპში არც ერთ მხარეს არ აწყობს. ამიტომ იქნება ბევრი რიტორიკა, სამხედრო რიტორიკა, იქნება, ასე ვთქვათ, ნერვების თამაში, იქნება ესკალაციის სხვადასხვა ფაზები, ბუნებრივია უკრაინა ყველაზე ცოდოა ამ სიტუაციაში და იჭრიტება. ხო, მაგრამ მე მაინც გონია რომ ეს აი კონტროლირებადი პროცესი. და მე უბრალოდ მას მგონია რომ ხალხი უბრალოდ გადავიდა ამ ხანგრძლივი ომის ფორმატში, როდესაც ომი რაც ახლა მიმდინარეობს, ხო? ევროპელებისთვის არის ფონი, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. და ასეთ იმაში არიან გადასულ რაღაც ყოველდღიურობის ფორმატში. და მე მგონი რამოდენიმე წლის წინ როცა დაიწყო ეს მოვლენა, მაშინ უფრო მძაფრი რეაქციები იყო ვიდრე დღეს. არ ვიცი ახლა. ლევანი დამეთანხმება თუ არა. ანუ შეგუების მომენტი ხდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხო? შეგუების მე ვიტყოდი ადაპტაციის. ადაპტაციის უფრო სწორად. ესე იგი, უბრალოდ ესეთი შეგრძნება, ახლა ჩვენ სხვა ასეთ სიტუაციაში ჩვენ დღეს გვაქვს შეგრძნება, რომ ეს არის რაღაცა ხანგრძლივი გეოპოლიტიკური გარდამავალი პროცესების ნაწილი, რომელიც შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს და ამიტომ ჩვენ ამის დამთავრებას კი არ უნდა დაველოდოთ, უნდა ვისაუბროთ მასთან თანაცხოვრება. და აი ესეთი შეგრძნებები მაქვს მე პირადად, ასეთ შეგრძნებებს ვარქობ ესე იგი ევროპაში ხალხს ვისთანაც მაქვს ურთიერთობა გერმანიაში თუ პოლონეთში. რომ ხალხი თავის ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს, როდ მიეჩვია, ისე როგორც ადამიანი ეჩვია ქრონიკულ დაავადებას და უშუალოდ თავიდან იწყება დაავადება არის შოკი, მერე ადამიანი ეჩვია ამ დაავადებასთან ცხოვრებას და უჩნდება იმის შეგრძნება, რომ ეს არის ხანგრძლივი მოვლენა. აი ესეთი სიტუაცია. ლევან, შენ რა სიტყვი ბერლინიდან? პრინციპში დავეთანხმები ლევანს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არც აქ არ იგრძნობა რაღაცა დაძაბული მდგომარეობა, უბრალოდ გარკვეული რიტორიკა არსებობს, რომ საფრთხე არის რუსეთიდან, გერმანიას აქვს მიზნად, რომ 2029-30 წლისთვის უკვე საკმაოდ სერიოზულ სამხედრო ძალად წარმოჩინდეს, გარკვეული ლიდერობაც აიღოს საკუთარ თავზე და ნუ ამგვარი თქვათ რაღაც სულისკვეთება, ოღონდ ეს მაინც რაღაც სამთავრობო წრეებში, ახლა საზოგადოება როგორც ასეთი მაინც ფრთხილად არის ამ ჩვენ როცა ურთიერთობთ ჩვენს გერმანელ ნაცნობ მეგობრებთან, ანუ ყველა აცნობიერებს, რომ რაღაც საფრთხეები შეიძლება გამოჩნდეს უკვე გერმანია რუსეთის დაპირისპირებასთან, მაგრამ თუ არ მოხდება რაღაცა ხელოვნურად ძალიან გამწვავება ამ საკითხის, ну ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ იქნება სიმშვიდე, მაგრამ როდესაც ახლა თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის გამოაქვეყნა სია იმ ქარხნებისა, სადაც დრონები მზადდება, რაღაც კოოპერაცია უკრაინასა და ამ ევროპულ ფირმებს შორის, ანუ მაშინ იყო ცოტა რაღაც დაძაბული სიტუაცია, რომ აი რუსეთი პირდაპირ არ დაარტყამს ჩვენ ქარხნებს, მაგრამ შეიძლება რაღაც გარკვეული დივერსიების მოლოდინი იყოს და ვინც აქ ცხოვრობენ რუსები, გარკვეული იდეური ადამიანები, ვინც ემხრობიან ახლა პუტინის ეს, მაგრამ აქ ცხოვრობენ და ანუ ეს დაძაბულობა რაღაცა იყო ცოტა საუბრებში, ამას ვიტყოდი, რომ თქვათ რაიმე არ მოხდეს დივერსიის სახით შტუტგარტში, მიუნხენში და არის რაღაც ქარხნები, ხო, სადაც დასახელდა მისამართები გამოაქვეყნეს, რომ აი ესენი არიან, ვინც ამარაგებენ უკრაინას ზურგიდან. გასაგებია, ესე იგი ეს ფაქტობრივად მედია დატვირთვა უფრო აქვს ამას, აი ამ რიტორიკას, მე რასაც ახლა ტელევიზიით აღვიქვა, ვიდრე რეალურად ყოფაში. ასე გამოდის, ხო? იმიტომ რომ მეტნაკლებად ახლა სიმშვიდეა, ხო? კი, აქ სიმშვიდეა, ჩვეულებრივი ცხოვრება, გართობა და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ახლა უყურებთ უკრაინის საკითხს, ლევანი კი ამბობს, რომ კონტროლირებადიაო, მაგრამ
თითქოს სხვა ფაზებში გადადის მაინც, ანუ კონტროლირებადი შეიძლება არის, მაგრამ გრადუსი იწევს აშკარად, ხო? იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული დაბომბვა იყო კიევის, იქაც მსხვერპლი მოყვა ლუგანსკში და გადაზრდა რაღაცა უფრო სერიოზულში, მით უმეტეს როცა არაწევრი სახელმწიფო უკრაინა და პროქსი ომად ითვლება ეს ომი, შეიძლება მეტი გამწვევება მოყვას ერთხელ. გასაგებია. ბატონებო, რახან ჩვენ პირველ ნაწილში ჩვენი საუბრისას, ჩვენი გადაცემისას ევროპაში და ევროპის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. თქვენი აზრი მაინტერესებს, მაქედან ალბათ ბალტიისპირეთი კიდე სხვა კუთხით ჩანს და როგორ ატყობთ, ეს რა პოლიტიკის ნაწილია, ანუ რაღაცა შესაწირი ფიგურებივით აღუქვა უკვე იმ სამივე რესპუბლიკას, მით უმეტეს რაც ლატვიაში მოყვა ამ დრონების შეფრენა გამოფრენას, იქ ესტონელებმა რაღაც უცნაური განცხადებები გააკეთეს. თქვენ როგორ აფასებთ? საბოლოო ჯამში შეიძლება ეს მართლაც გასვლითი ფიგურები იყვნენ, ანუ პაიკები რუსეთსა და დასავლეთს შორის? იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რა ეს უბიუჯეტო საქართველოს ბევრად მცირე რიცხოვანი როგორც ტერიტორიულად ასევე მოსახლეობის მხრივ საერთოდ რა არის? მე მაგალითად ვერ ხვდები ეს რა თამაშის ნაწილია. თუ გაქვთ პასუხი. ხო, მე ესე დავიწყებდი მაშინ. მოდი ცოტა უფრო ესეთი ფართო კონტექსტით შევხედოთ იმას, რაც ხდება. ესე იგი, ფაქტია შემდეგი, რომ ბოლო 3 საუკუნეა არის საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი დიდი შეთანხმება გაერთიანებულ ევროპას და რუსეთს შორის. ესე იგი, პირველი ეს იყო ნაპოლეონის ლაშქრობა, მეორე იყო ეს ფაშიზმის ეგიდით, ნაციზმის ეგიდით გაერთიანებული ევროპა და რუსეთის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ომი. და ახლა ვუყურებთ მესამე ომს, ასეთს გაერთიანებულ ევროპას და რუსეთს შორის, ხო? სამივეჯერ ეს იყო უნებრივი რესურსებისათვის ბრძოლა, თავისი ინტერესების გამწვავისთვის ბრძოლა, მაგრამ სამივეჯერ ეს ომი იყო შენიღებული რაღაც ასე ვთქვათ იდეოლოგიური საფარველით ასევე, ხო? პირველად ესე იგი ნაპოლეონის დროს რუსეთი გამოდიოდა როგორც ფეოდალური სისტემის და არისტოკრატული სისტემის დამცველი მაშინ, ეწინააღმდეგებოდა ამ რევოლუციების ტალღას, რომელიც დაიწყო ესე იგი საფრანგეთის ამ ბურჟუაზიული რევოლუციით ამ შემდეგ და გამოდიოდა როგორც ეთოთ კატეხონი ამ ძველი სისტემის დამცველი. მეორე ომის დროსაც, ხო, ესე იგი ფაქტურად რა იყო, დაპირისპირება იყო მარცხენა და მარჯვენა ჰეგელიანელებს შორის, ესე იგი მარქსისა და ნაციონალ-სოციალისტ შორის და ორივე შემთხვევაში მანდაც ესე იგი რაღაც იდეოლოგიური წინამძღვრები ჰქონდა. მესამე შემთხვევაში თავიდან ევროპული მეტასალური მედია ცდილობდა ეს ომი ასევე წარმოეჩინა როგორც სიკეთის და ბოროტების ბრძოლის დიქოტომია, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა რეალურად, არ მოხდა არც რუსეთის იზოლაცია, არც დემონიზაცია, არაფერი, იმიტომ რომ მთელი სამყაროს რეაქცია იყო სხვანაირი. იმიტომ ევროპა არის, ესე იგი დღეს პატარა ნაწილი, დანარჩენი მსოფლიოსი, მარტო ინდოეთში 3-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე ევროპაში და იქ ხალხი სხვანაირად აღიქვამს. ამომს აღიქვამს როგორც იმპერიალისტურ ომს უკრაინის ტერიტორიაზე. და წური ძალა ებრძვის ერთმანეთს, ხო? როდესაც გაირკვა, რომ ასეთი მორალური უპირატესობით არ წარიმართებოდა ეს ომი, ხო? მე გადავიდა უფრო ხანგრძლივ ფაზაში და რაღაც წითელი ხაზები ხო შენ კითხვი რომ არ არსებობს, რაღაც ხაზები იყო, ყოველ შემთხვევაში წინა ეტაპზე. და რა გულისხმობდა ეს ხაზები? ერთის მხრივ რუსეთი იბრძოდა ესეთი საექსპედიციო კორპუსით, ფაქტიურად, კონტრაქტნიკებდა. რუსეთის ტერიტორიაზე ფაქტიურად არ ხორციელდებოდა დარტყმები. ეს ომი გატანილი იყო, ასე ვთქვათ, ფრჩხილებს გარეთ. ხო? ესე იგი, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ლოიალური იყო მილიტარების მიმართ, თუ მას უშუალოდ არ ეხებოდა ეს. არ მიდიოდა თვითონ კონტრაქტს არ წერდა, არ მიდიოდა საუბრად და არ ქონდა ქვეყნში პრობლემები.
დასავლეთიც იყო ამ იმაზე პრინციპზე თანახმა, ესე იგი ტერიტორია იყო ბრძოლის უკრაინა და ფაქტობრივად ნადგურდებოდა ეს ტერიტორია. მაგრამ დაიწყო მეორე ფაზა და ეს ფაზა მე მგონი იმიტომ დაიწყო, რომ ასეთ ვითარებაში ურთიერთგაცვლით კონფლიქტში, ხო? დასავლეთმა ნახა, რომ პირველ ყოვლისა ევროპამ, რომ ესე იგი კაი პერსპექტივა არჩევს. იმიტომ რომ ნახოთ აი მაგალითად ძალიან ძიმე თემაა, მაგრამ გვამების გაცვლა, ხო? ესე იგი როგორ ხდება გაცვლა, ესე იგი რუსეთი აძლევს გადასცემს უკრაინას ფაქტობრივად ყოველთვის 1000 გარდაცვლილ მებრძოლს და სანაცვლოდ ღებულობს 20-30 მებრძოლს. აი ეს არის ისეთი გაცვლა დანაკარგების, რომ რუსეთს შეუძლია წლობით ფაქტობრივად დიდი დაძაბულობის გარეშე წარმართოს ომი. უკრაინის სამობილიზაციო რესურსი კი იწურება და ეს არ არის სასურველი. ამიტომ როგორც ჩანს, ამას დაემატა ირანის კონფლიქტი, ამას დაემატა ენერგორესურსები და ფაქტობრივად ეს ესკალაციის მეორე ეტაპი დაიწყო იმით, როდესაც დაიწყეს ამ დრონების გაკეთება და შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე. ხო და ეს უკვე რომ დაიწყო ამ ნავთობაზების დაზიანება და ამ შემდეგ უკვე გამოჩნდა აღკარად, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკვე ეს თამაშის წესები და ხდება უკვე ესკალაცია. ესკალაციის ეს პირველი ეტაპი არის რა? მიუღებელი ზარალის მიყენება უკვე უკრაინისთვის. იმდენად, რომ ჯერ თავად უკრაინელებმა თქვან უარი ამ ფორმატზე. ესე იგი გაიზრდება უკმაყოფილება, კონფლიქტები, ევროპასთან დაპირისპირება და უკრაინა თვითონ იძულებული იქნება თქვას უარი ასე გაგრძელებაზე. იმიტომ რომ მიიღებს უფრო დიდ ზარალს, ხო? არასიმეტრიულია ეს გაცვლაც, როგორც ხედავთ, ხო? არის ესეთი ვარიანტი, რომ უკრაინის ხელისუფლება მაინც ნაკლებად არის დამოკიდებული თავის მოსახლეობაზე, ეს არის ავტორიტარული სისტემა. გარე და ფინანსებაზე და უკრაინელები თვითონ ფაქტურად უსაფრთხოდ არიან, მოსახლეობის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ და შეუძლიათ გააგრძელონ ასე. ამ შემთხვევაში მე ესე მგონია, რომ შეიძლება დაიწყოს მესამე ეტაპი დაპირისპირების ესკალაციის, სადაც უკვე ალბათ ბალტიის ქვეყნები იქნებიან უკვე ასე ვთქვათ საფრთხის ქვეშ. ეს იქნება მესამე ეტაპი, იმიტომ რომ ეს უკვე ნათელია, რომ არანაირი ნატო მათ პირდაპირ არ დაიცავს, არ იბრძოლებს, მათ მით უმეტეს არ იქნება ეს ბირთვული ომი ბალტიისპირეთზე შეტევის შემთხვევაში და ჯერჯერობით აი ესე ჩანს, მე ასე ვიტყოდი. ლევან, ხო, მე ვიტყოდი, რომ აი ახლა ეს დაბომბვა მაგალითად კიევის ყველა თუ გადავხედავთ რაღაც საინფორმაციო წყაროებს პრეტენზიას აცხადებენ, რომ აი რატომ არ იბომბება ეს ბანკოვაია, სადაც თქვა ზელენსკია, მაშინ როდესაც პუტინზეც იყო თავდასხმა ვალდაის რეზიდენციაში, ერთი დრონი კრემლსაც მოარტყეს. ზელენსკი ელიმონაც აღნიშნა, რომ ავტორიტარული ხელისუფლებაა და უკრაინელებს არ უნდათ მისი განადგურებით მისგან მოწამეს შექმნა რუსებს. მას იმიტომ არ ეხებიან ჩემი აზრით, რომ აი ამ ადამიანისგან არ შეიქმნა რეალურად მოწამე, რომ თავიდან რომ დაიწყოს ყველაფერი პროპაგანდა ფუთავდა როგორც დავითს გოლიათთან მებრძოლს. მერე ისე გამოჩნდა, რომ 56 სახელმწიფოა ფაქტიურად, რომელიც უკრაინის უკან დგას, ხო, რესურსულად და რუსეთი თავად გამოჩნდა დავითი ამ ხელა ძალის წინაშე და ნუ ეხლა ზელენსკი რო რუსებმა მაგალითად მოკლან და თქვათ ეს გადაწყვეტილების მიმღებები ადგილზე, ნუ ეს იქნება ფაქტიურად რაღაც მისგან ერთგვარ წმინდა გიორგის შეფუთავენ და პუტინისგან დიოკლეტიანეს, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა არ აწყობთ, მაგრამ აი ეს ფაზები უფრო წვავდება და ნუ თვითონ მშვიდობიან მოსახლეობას შეექმნება უფრო დიდი პრობლემები, როგორც ჩანს. და უფრო გაძლიერდება ეს დაბომბვები და ნუ ეხლა ეს
რამდენად მე ეს თვითონ უკრაინული საზოგადოება თვითონ თქვათ გაიაზრებს, რომ утопиურია თქვათ რუსეთთან, თუნდაც გარკვეული რესურსების მიწოდების შედეგად რუსეთთან ომი, იმიტომ რომ ხალხის დეფიციტია, ეს ბუსიფიკაცია, ეგრეთ წოდებული, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა როგორც ეპყრობიან მოსახლეობას, ეს არის ფაქტი. პარალელი რო გავავლოთ აფხაზეთის ომში, მაგალითად დაახლოებით იგივე ამბავი იყო. ხალხი არ იბრძოდა, რაღაც საკმაოდ მცირე რაოდენობა იბრძოდა აფხაზეთში, ჩვენი მოსახლეობის პლუს გაყოფილი იყო საზოგადოება და მე მახსოვს, რომ გარკვეული ბუსიფიკაციები ჩვენთანაც იყო. ჩვენ ფაქტია, რომ დავმარცხდით იმ ომში და უკრაინასაც არ აქვს ესა კარგი ტენდენცია თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხალხის რაოდენობა, რა თქმა უნდა, არის ლიმიტირებული ამ შემთხვევაში და ბალტიისპირეთს გადაედება ეს ყველაფერი, თუ კი არ გამოჩნდა ისეთი რაღაცა გეოდრონი, ასე ვთქვათ, საქართველოსნაირი ქვეყნის მსგავსი, რომელიც ვთქვათ, გახსნიდა მეორე ფრონტს, რა თქმა უნდა, გაიწირება ალბათ ბალტიის ქვეყნები და ეს მეხუთე მუხლი ითვალისწინებს გარკვეულ კონსულტაციებს და კონსულტაციების შედეგად შეიძლება თქვან, რომ იცით რა, ახლა ჩვენ ვირტუალ ომს ვერ დავიწყებთ და იმ თქვენს დაგეხმარებით რა, შეიძლება ასეთი რამ ჩვენ გავიგოთ. ხო, ანუ საშიშროება იმისა, რომ ბალტიის სახელმწიფოებმა დაკარგონ დამოუკიდებლობა, რეალობასთან ახლოა რა. ეს ფაქტია უკვე, ესე იგი. ფაქტი არა, მაგრამ ახლოს არის. ახლოს არის ფაქტი. მე დამოუკიდებლობის დაკარგვას ამას ვერ დავარქვა. კონფლიქტის განცობა. ხო. მე რა იქნება ეგ მე თუ მაინც. შეიძლება უფრო მჭიდროდ აღმოჩნდნენ ამ კონფლიქტში. ჩართულები. მე მაგას გულისხმობ თორე. კი. ანუ ფრონტის ხაზი გაიზრდება, ხო? ესე გამოდის. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთ მდგომარეობაში ყავთ რუსეთი, თქვათ, ჩართული, ჩაბმული ასეთ რთულ სიტუაციაში, რატომ უნდა მოეშვა მას, რაც უფრო მეც ჩააფლობენ და მეც დაახარჯინებენ, მეც დაუხოცავენ, მით უფრო ეს არის ხელსაყრელი, ხო, სტრატეგიული მოწინააღმდეგისთვის და თუ გარკვეული შეხედულება ამ ბალტიის პირელებზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რაღაც უბერმენშების და უნტერმენშების არ იყოს, ეგეთი შეხედულებები არსებობს ჩემი აზრით და გაწივა შეიძლება აქვს. ხო, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ბალტიის პირელები თვითონ უფრო რაციონალური ხალხია და უფრო პოლიტიკური პრაგმატიზმი ახასიათებს. რაღაც ესე იგი მე მგონია საღიაზრი მაინც იმოქმედებს მაგათ შემთხვევაში ასე რომ თვითონ მე მგონი არ წავდნენ თვითონ ესკალაციის ისეთ ფორმებს რომ ასე თქვა პირდაპირ სამხედრო აგრესიის ობიექტები გახდნენ ეს მგონია იმიტომ რომ და მაშინ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ელიტა უნდა შეცვალონ პოლიტიკური არა პოლიტიკური ელიტა ახლა საქმე რაშია ახლა აქტუალური რამდენად იყოს ბალტიისპირეთი აქტუალური ამ ევროკავშირისთვის ხო ასე იგი აქტუალური იყო იმ გაგებით რომ იყო პორტები რომელიც ახორციელებდნენ ვაჭრობას ხო ეს ფუნქცია მათ დაკარგეს იმიტომ რომ ლენინგრადის ოლქში ააშენა რუსეთმა ახალი პორტები და ეს თურქულმა გადავიდა იქით. მეორე იყო რომ ახალი სისხლი ესე თქვა ახალგაზრდები მიდიოდნენ დასავლეთში, დიდწილად გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში და იქ ერთვებოდნენ ასე იგი შრომით საქმიანობაში, ქმნიდნენ დამატებით ღირებულების პროდუქტს. თვითონ ბალტიის ქვეყნებზეც თუდად აისახა, მაგრამ ასე გამოშიგნა მიდიოდა გენეტიკის ასე თქვა ბალტიის რესურსების სამუშაო. და მესამე რაც იყო საინტერესო მათთვის იყო ასე თქვა ანტირუსული რიტორიკა, რომელიც იყო წახალისებული და ბალტიისპირელები ამაში შეუძლობდნენ ასე თქვა ფულს, კრედიტებს, დახმარებას ასე შემდეგ. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ძალიან ცინიკური და პრაგმატული ხალხია მაგალითად ღვინის
ექსპორტით ლიტვა არის ჯერჯერობით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაში. ღვინის? ღვინის ექსპორტით ყიდულობენ იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ ღვინოებს და ყიდიან რუსეთში. ეს არხები არ ვიცოდი მართლა. ეს არხები, ასე ვთქვათ, ერგნეთის ბაზრობა. ერგნეთის ბაზრობა. ზუსტი შეტანება მოიტანე, ხო? ხოდა. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაციაც არსებობს რაღაც. და მე არ მგონია, რომ თვითონ იყვნენ დაინტერესებული რეალურ დაპირისპირებაზე. იმიტომ რომ როგორც კი აი მათი სივრცის გამოყენება მოხდა საფრენი, ესე იგი, უპილოტო თვითმფრინავები და შენ უკვე ქონდათ მათ წავე რეაქცია. რუსები კი იძახიან, რომ ისინი უთმობენ ამ სივრცეს, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ერთმან უკანას მან საქართველოს გავლით, რომ ვიღაცამ გამოიყენოს ჩვენი საჰაერო სივრცე. უპილოტო საფრენია, ჩვენ ზუსტად იგივე მოგვიყვება, ჩვენ ვერ ჩამოვაგდებთ მათ, იმიტომ ჩვენიცაც ისედაც დაუცველი, როგორც მათი. და მე მგონია, რომ უფრო რაციონალური, ასე იგი, უკრაინას ამის წინაპირობა ჰქონდა ამ ესკალაციის, მათი პოლიტიკური გამოუცდელობის, შიდა ეროვნული ეთნიკური პრობლემების, იმიტომ რომ ეს არ არის ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ერი, ეს არის გაბზარული იდენტობის ერი, გახლეჩილი ამ რუსულ და დასავლურ უკრაინულ ნარატივებს შორის. ენის თემა, უამრავი სხვა თემაა, კულტურის, ისტორიის და ბევრი წინაპირობა ჰქონდა, ეს არის დაგვიანებული ერი, ასე ვთქვათ, რომელიც ჩამოყალიბება ხდება, მე ესე მგონია, ამ კონფლიქტის ფონზე, საბოლოოდ ჩამოყალიბება. და ის პრობლემები, ის პროცესები, რაც ჩვენ გავიარეთ 80-იან წლებში, 90-იანი წლების დასაწყისში, ხო? ასე ვთქვათ, ეთნონაციონალიზმის და დასავლური ლიბერალური ნარატივების ამალგამა. ერთდროულად გადიან ისინი ეხლა. ფაქტიურად ორ შეუთავსებელ რამეს, სრულად და ეს იწვევს ამ ექსესებს, ასე ვთქვათ. ბალტიისპირელები მე მგონი ამაზე არ წავიდნენ. განსხვავებით უკრაინელებისგან კი ბატონო. მეგობრებო, მე ესეთი შეკითხვა მაქვს, სანამ ევროპას და ევროპის გარშემო თემას დავასრულებ და ჩვენ სამშობლოს დავუბრუნდებით. ეს კონფლიქტი, ეს დარტყმა რო განხორციელდა სტარაბელსკზე. რუსეთის ელჩმა, საგანგებო ელჩმა გაეროში, ესეთი მაღალი პოლიგრაფიული ფერადი ფოტო ააფრიალა და აჩვენა ეს ზუსტად ეს დანგრეული საცხოვრებელი, სადაც დაიღუპა უამრავი ახალგაზრდა გოგო ბიჭი და დაადანაშაულა დასავლეთი იმაში, რომ აი ესეთ დარტყმებს აყენებს და იქ დანიის წარმომადგენელმა დანიის ელჩმა პასუხად კითხვაზე როგორ არ გწვენიათ, ისე უთხრა, რომ დიახაც არ გწვენია, იმიტომ რომ ჩვენ ეზომი არ დაგვიწყია. დაიწყეთ თქვენ. და სანამ ნებენზე ამ ფოტოს ააფრიალებდა უკრაინის მხრიდან, უკრაინა თვითონ წარმოდგენილი არის და როგორც თავად უკრაინელები, ასევე მათი მხარდამჭერნიც ხშირად აფრიალებდნენ მსგავს ფოტოებს, ბუჩა და ასე შემდეგ, უამრავი მოხდა იმის მერე და ეხლა მე მიჩნდება ესეთი კითხვა, საბოლოო ჯამში როცა პოლიტიკა ნელ-ნელა კარგავს აზრს. საერთოდ რა პერსპექტივა გაეროს და გაეროს მსგავს პლატფორმებს. არის კი ეს რაღაცა მომრიგებული ჯერ კიდე შენარჩუნებული პლატფორმა, თუ ესეც უკვე ფარატინა ქაღალდი იქნება გაეროს მიერ მიღებული დეკლარაცია. რა აზრის ხართ ბატონებო ამაზე? გუჯობ ლეონი უპასუხოს მოკლედ. ის ინსტიტუტია, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ხედავთ ახლა რომ რაღაც გარკვეული პოტენცია შეელახა, მაგრამ ავდგეთ და გავაუქმოთ, მე მგონი არ იქნება უპრიანი. თუმცა ტრამპი კი რაღაცას ცდილობდა, ხო, თქვათ, გაეროს გვერდის ავლით გარკვეული ახალი ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ იქ მაინც ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს დიალოგი კამათი, ამას საზოგადოება ისმენს, გარკვეული საზოგადო აზრი ყალიბდება
იგივე გინდა ნებენზიამ აფრიალოს ფოტო და გინდა იმან უპასუხოს, რეაქციები მაინც მოყვება ამ ყველაფერს, ავტორიტეტი როგორც ასეთი გარკვეული მაინც აქვს შენარჩუნებული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მაინც დრომოჭმული ინსტიტუტია და ადრე თუ გვიან იგი მაინც თავის თავს ამოწურავს, იმიტომ რომ თუ კი ვერანაირი შედეგი ვერ იქნა ამ დისპუტების და რაღაც შეჯახებების შედეგად ვერბალური არაფერი ამას არ მოყვა, ნუ თავისთავად ადრე თუ გვიან იგი დასრულდება, მაგრამ მაინც ჯობია იყოს, ვიდრე არ იყოს. ასე მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მაინც საჭიროა რა. ყველასთვის საჭიროა ჩემი აზრით. იმას დარტყმაზე ვიტყვი მაშინ ერთ-ორ სიტყვას, რომ უფრო არ ვადევნო. რაც თქვი, რომ ესე იგი რა ქვია, გახუნძლებული რეჟიმი, ომთან თანაცხოვრობა და ვთვლობ, რომ არ ვადევნო ასეთ რაღაცებს ყურადღება, მაგრამ ერთ საინტერესო დეტალი ამ სტარობელსკის დარტყმასთან დაკავშირებით. ეს არის უკრაინულ ენოვანი რეგიონი, სადაც მოსახლეობამ არ დაუჭირა მხარი ლუგანსკის სახალხო, ასე ვთქვათ, რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. ეს არის ეთნიკურად უკრაინელები დასახლებული რაიონი. ესეც რო არ ყოფილიყო, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სპეციალურად ესე იგი განეხორციელებინათ ესეთი დარტყმა, ხო? რა ხდება, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იყვნენ სამხედროები, უამრავი ესეთი საცხოვრებელი და სკოლის და შენობა დღეს გამოიყენება გაზარმებად და დაარტყეს მას. ბუნებრივი ახლა მხარე მაიტაცა ეს თემა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მონგებიანი იყო ეს მათთვის, ხო? ცოტა ხნის წინ მოხდა ეგეთი დარტყმა კიევზე, სადაც 19 ადამიანი დაიღუპა. ძალიან 2-3 კვირის ამბავია. იქაც დაიღუპნენ ბავშვები, ხო? ამაზე რუსეთს არაფერი არ უთქვია. კიდე შეიძლება გავიხსენოთ მაგალითად რადგან გაეროთით. მე მახსოვს, რომ აფხაზეთის ომი რო იყო, მაშინ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქართველებმა გადაღებესო თვითმფრინავებიო, თავის თვითმფრინავებიო რუსულ ენაში ერალდიკა დაახატესო და თვითონ ბომბავენ თავის პოზიციებს. გრაჩოვის ფრთიანი ფრაზები მახსოვს კარგად. გრაჩოვის და იგივეს ამბობდნენ, გაეროშიც იგივეს ამბობდნენ. გაეროც გადაქცეულია და ალბათ ყოველთვის იყო ამ პროპაგანდის ელემენტი. დღეს ასრულებს ამ ტრიბუნის პროპაგანდის ელემენტს. ამიტომ რა ქვია, დანიის წარმომადგენლის ასე გამოსვლა ესეთი, რაც არ უნდა მოგვეჩვენოს უტაქტო და ასე ვთქვათ, არაღუმანური, ხო? აი ფართო კონტექსტში თუ ჩავსვათ ამ გამოსვლას, დავინახავთ, რომ ასეთ რაღაცას რო იწყებ ომს ან პროცესს და ამ შემდეგ, ხო, ბუნებრივია რომ ასეთი რაღაცები მოხდება იქ. ეთანხმები, მორალურ მხარეზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ხო, მშვიდობიან მოსახლეობაში იქნება მსხვერპლი ორივე მხარეს და ფაქტურად როცა იწყებ სამხედრო ოპერაციას, ფაქტურად ამაზე ხელს აწევ. რომ შენ გამოც მოხდება იქ მსხვერპლი და შენთანაც მოხდება ეს მსხვერპლი. საბოლოო ჯამში ბუნებრივია რომ ხარ ამაზე პასუხისმგებელი. ყველა ვარიანტში გეთანხმები და უერთდები შენ პათოს დღეს ვსაუბრობდი ზუსტად ამაზე მეგობრებთან მქონდა რომ იცოდნენ რა რომ ჩვენ ეს სტრიმი უნდა გავუკეთებინა. აი ეგ საუბარში მოყვა იმას რა რომ ცოტა არ იყოს უზნეოა რა როცა ომს იწყებ, არა აქვს მნიშვნელობა შენი სიმართლე გაქვს და შენ თუ თვლი რომ იქ რუსებზე იყო გენოციდი და ლუგანსკი დონეცკი იმიტომ აიღე გასაგებია და დაეიყოს ეგრე. მაინც საბოლოო ჯამში მე ღმერთი გაჯის ამას ყველაფერს, მაგრამ ამის მორალური ზნეობრივი შეფუთვა როცა გინდა, ეს მართლა უკვე არსად არ წერია რა. აი ამაზე იყო შეთანხმება. ეს დავამატებ რომ როგორ შეფუთეს, მაგრამ საშინლად შეფუთეს, ხო? და დაბრუნდეს ახლა ფაქტიურად ესენი მაღალსართულიანი სახლები, საცხოვრებელი სახლები, ანუ ვთქვათ უპასუხეს სარკისებურად, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით რა, თუ ვთქვათ ისინი ამბობენ რომ ეს სასწავლებელი დაიბომბა, ამათმა ადგენენ და დაბომბეს საცხოვრებელი სახლები.
იმიტომ რომ ხა ჩვენ ხო ვიცით რომ კიევში როცა ქარხნებია და რაც კანონიერი სამიზნეა ხა ორეშნიკი რომ მოფრინავს და ის კობინები 12 ნაწილად რო იშლება კიდე ახლა ის ტყვია ხო არ არის რომ 10-იანებში ჩააჯინო იმას აქვს უამრავი საიდ ეფექტი და ორეშნიკი იყო სხვაგან მე რამდენიც ვიცი ხო სხვა ობიექტი დაიბომბა ამით კიევში არ ყოფილა და ნუ ესე იგი კიევში იყო ალბათ ნუ კარგით მაგრამ ეს არ არის ცნობილი რა დაიბომბა ორეშნიკი ოღონდ მე რის თქმა მინდა როცა ბალისტიკური რაკეტების გასროლა მიდის, ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ, ხო, დასრული მამაკაცები ვარ და ბევრი რამ გვინახავს, ხო, რომ ეს არ არის ტყვია რა, ანუ სამიზნეში ვერ ისვრი. რომ ფეთქდება იქ 100-200 მეტრის გარშემო ანგრევს ყველაფერს და გეთახმები ლევან რა, იქ უამრავ დარწმუნებული ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ალბათ გააშუქებენ. ეხლა უკრაინელები გააშუქებენ და ისინი მოიწვევენ. იგივე იყო ირანში ტრაგედია. იქაც ხო ვიცით, რომ სპეციალურად არაფერს არ გავუკეთებია. ხო, კი ბატონო, ხო. მონაცემთა ბაზებში ეწერათ, რომ იქ იყო ადრე ბაზა. ირანის არმიის ეს არ განახლდა ეს მონაცემთა ბაზა და დაბომბეს სკოლა. და უცნაური კიდე ის არის, რომ ორივე მხარე, მოდი ასე ვთქვა, დასავლეთი და რუსეთიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სამიზნეებს. და ნუ ბუნებრივია ცდომა ხდება. ეს არ ამართლებს იმას, რაც ხდება, მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდებ. უბრალოდ რა ხდება, რომ ეს პროპაგანდა არის სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად ასე ვთქვათ, ეფექტური და აღარ მუშაობს, კი ბატონო. აღარ მუშაობს, იმიტომ არ მუშაობს, რომ ერთი მორალური დეგრადაცია ხდება საზოგადოების და თანაგრძნობის უნარი ადამიანებს დაკარგული აქვს და მეორე ყველა ხედავს ამ ორმაგ სტანდარტს, როდესაც ესე იგი შენ სხვერპლის კანონიზაციას აკეთებ, შენ მიერ მიყენებულ სხვერპლს კი არ აღიარებ და როცა ესეთი ორმაგი სტანდარტია უკვე, ხო ფაქტობრივად ყველა თავის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს. და აღარ არის ეს მორალური შეფასებები აღარ მუშაობს. ისედაც აგრესორია და კიდე პლუს ასეთი ქმედებებს ახორციელებს. ეს ომი პრინციპში თავიდან პრინციპში ბოლომდე დღემდე თუ არ ჩავთვლით, მაინც ისეთ ომად გამოიყურებოდა, რომ ნაკლები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დაღუპული, უფრო მეტი სამხედრო. პირველ წელს მართლა ესეც იყო. ნუ პირველსაც მეორე რაღაც ეხლა ეგრეა, ხო ჯერჯერობით, მაგრამ ახან ქალაქზე უკვე როდესაც დედაქალაქზე წავა შეტევა, თუ წავიდა, აი გაიზარდა ეს ფაზები და გამწვავდა, რა თქმა უნდა, იქ პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე წავა, ხო, საქმე. კი ბატონო. იმასაც რო არის. კი ბატონო. და სანამ ჩვენ სამშობლოზე გადავალთ, ორი სიტყვით ეს თემა რო დავასრულოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ განვითარდება? ანუ რუსები ამ წითელ ხაზს კიდე წინ გადაწევენ, უკან გადაწევენ, ზემოთ აწევენ თუ რას ეზავენ? მე მგონია, რომ ეს დარტყმები გაგრძელდება, უფრო ესე იგი ეს დარტყმა მაინც ისეთი იყო, რომ მინიმალურად დარტყმა უფრო დიდი იყო, ვიდრე მიყენებული ზიანი. ეს რას ნიშნავს, რომ შემდეგი დარტყმები ალბათ უფრო დამაზიანებელი იქნება, ეს გაგრძელდება უკრაინის ხელისუფლება თვითონ. სანამ პირად უსაფრთხოებაზე არ შეექმნება პრობლემა, ესე იგი ქვეყნის განადგურება მაგათი პრობლემა არ არის, ფაქტობრივად პირად იმუნიტეტის არსებობისთვის წინწავლენავს ამ თემას. და მოსახლეობაში რა განწყობა იქნება, ხო? ეხლა დავიკითხე რომ ის რო არის ოდიოზური დეპუტატი კონჩარენკო. ხო, გონჩარენკო. გამოდის ამ დაბომბვის შემდეგ და სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს ომი, იმიტომ რომ განადგურდება ქვეყანა, ასე ვთქვი. ესეთი რეაქცია ქონდა ბევრს, ხო, რადაში, საკრებულო. ნუ ესე იგი პოლიტიკური თემაა თვითონ ეს უკრაინის შიგნით. აწყობთ კი არა ესეთი შემთხვევაში ომის გაგრძელება, როდესაც ზიანი იქნება უფრო დიდი, უფრო დამანგრეველი. თუ წავლენ ამაზე, ხო, ალბათ შემდეგი ეტაპი როგორც თქვი უკვე სხვა გაფართოება იქნება ბალტიის ქვეყნები ან რაღაც ესეთი მცდელობა. ლევან შენ რა სიტყვი? თუ კი ახლა ბრძოლის ველზე არის გარკვეული ჩიხი, წინ ვერ მიიწევენ, ასე ვთქვათ, ეფექტურად, ვერც ერთი მხარე
და მიმდინარეობს ესე რაღაც პინგ-პონგ დაბომბვა, უნებრივია დედაქალაქს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ რუსებს აქვს პოტენციალი, რომ კიევი გაასწორონ მიწასთან. და ვერაფერს ისეც და იმდენს ვერ მიაწვდიან, რომ ქალაქი ეფექტურად იყოს დაცული. ეს არის სამწუხარო რეალობა და გარკვეული პრესტიჟის საკითხიცაა შეიძლება რუსეთისთვის და სახის შენარჩუნება, რომ თქვა თუ წინსვლა არ აქვს და ვერ იერთებ იმას, რაც კონსტიტუციურად, რაც ქაღალდზე შეიერთე. რაღაცა მაქსიმალური ზიანის მიყენებით შეიძლება გარკვეული ცხელი თავები ჩორნას სოცენცებს რო ეძახიან, ისინი დააკმაყოფილონ გარკვეულწილად. და მოსახლეობის რაოდენობაც. შეიძლება. კარგით ბატონებო და როგორც ვთქვით, ეხლა გადავიდეთ საქართველოზე. ხვალ 26 მაისია, წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მრავალი გამარჯვება გვენახოს და საქართველოს გამთლიანება. აი საქართველოს გამთლიანებას როცა ვამბობ ხოლმე უკვე ჩემ თავს ვიჭერ იმაზე, რომ ხომ არ არის მეთქი ეს უკვე ესეთი რა, ყალბი რიტორიკა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ჩემ თავში მიჩნდება ესეთი კითხვები. მე და შენ ლევან მეტონიძეს მიმართავ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და როგორც ჩანს, ეს თემა კვლავ აქტუალური იქნება და ასეც უნდა იყოს, მე ვთვლი და ხვალ დიდი დღე არის, მორიგი დიდი დღე საქართველოს ისტორიაში და ველით ახალ გამოწვევებს და რას გულისხმობ? საშინაოს და საგარეოს. ჯერ განსაზღვროთ საგარეო გამოწვევები რა არის. კვლავ რჩება რუსეთი. და მე ძალიან ბევრ რუს ანალიტიკოს, რომელიც არის პრო სახელმწიფოებრივი, ბუნებრივია რუსეთის სახელმწიფოს გულისხმობ, მე მათ უსმენ და აბსოლუტური უმეტესობა მათი, აი მაგალითისთვის მოვიყვან, არის ესეთი ნიკოლაი პლატოშკინი, რომელიც არის დიდი გამოცდილების დიპლომატი, ძალიან კარგად იცის გერმანული, გერმანისტია, მშვენივრად ფლობს ინგლისურს, გაეროში ნამუშევარი ასე შემდეგ და აი ზუსტად ამ თემებით დაკავშირებით გუშინ მქონდა ესეთი უცნაური სტრიმი სომეხ ერთ-ერთ პიროვნებასთან და უმტკიცებდა, რომ მოკლედ რაღაც ყარაბაღთან დაკავშირებით და იქვე თქვა, რომ აი რუსეთის დანაშაული ის კი არ არის, რომ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ჩვენ ესე ვთქვათ ახლა ამ შემთხვევაში თორე ცხინვალის რეგიონი, არამედ აქამდე რო არ გააკეთა ეს ნაბიჯი საბჭოთა დაკავშირის დაშლის შემდეგ. უცნაურია ხო, მაგრამ აი ესე და ფაქტობრივად მსგავს პათოს იზიარებს აბსოლუტური უმრავლესობა. პირობითად დავარქვათ რეაქციონერი, ველიკოზერჟავნიკი თუ ეგრეთ წოდებული დემოკრატი რუსი ანალიტიკოსი. როგორ ფიქრობთ? რა შეიძლება რომ მოყვეს უკრაინის ომის გაწელვას? ეს იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყურადღების მოდუნება ჩვენს რეგიონზე თუ ეს იქნება ორ ფრონტზე რუსეთის თამაში და რას გულისხმობ? ბევრმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ ერევანში გამართული ის არაფორმალური სამიტი, რაც გაიმართა რაღაც 2 კვირის წინ, თითქოს ეს შეთანხმებული იყო რუსეთთან, რუსეთი ამაზე თანახმა იყო, იმიტომ რომ ეს იყო არაფრის მომტანი, მაგრამ რამდენიმე დღე არის როსელხოზნაძორმა აუგზავნა სომხეთიდან უამრავი რამის შეტანა. ქართველებს ეს კარგად გვახსოვს, როცა ონიშენკოს სამსახურმა აკრძალა ჯერ ღვინო, მერე ხილი საქართველოსდან და ასე შემდეგ და აი როგორ ფიქრობთ, ესე იგი, შესწევს კი რუსეთს ამ ორ ფრონტზე ომის წარმოება? ერთგან პირდაპირი გაგები და სამხრეთ კავკასიაში ესე გადატანითი მნიშვნელობით. ლევან უფრო კარგად იცის ეს თემები და ჯობია პლატოშკინით დავიწყოთ. კი ბატონო. პლატოშკინო ეს თუ თქვა რომ თავიდანვე უნდა გვეღიარებიო, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე მათი სარჩენი იქნებოდა. ასე გამოდის, ხო? მათ ასე ვთქვათ ოფიციალურ სამხედრო ბაზად 2008 წლიდან გაიხადეს და
სრულ დოტაციებზე ყავთ, ხო? რას მოუტანდა ამას, არ ვიცი, უფრო მეტი დანახარჯი ექნებოდათ ალბათ და ჩვენზე რა კონტროლს განახორციელებდნენ, ახლა თავიდან როდესაც საუბარი საერთოდ იწყებოდა, შეგვიძლია გავიხსენოთ ლევან ალექსიძის და ზურაბ აჩბას პოლემიკა იმაში პროგრამა взгляд იყო ასეთი, ლუბიმოვს რომ იყავდა, თუ გახსოვთ. იქ ზურაბ აჩბა ერთ-ერთს იმეორებდა, აი მინსკის შეთანხმებებში რაც ჰქონდათ ჩადებული, რა რომ ლუგანსკს და დონეცკს უნდა ქონოდა ვეტოს უფლება იმაზე, რა ქვია, უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე. ზუსტად იგივეს ამბობდა აჩბა ჩვენს მიმართ, რომ აი ჩვენ მოგვეცით საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს უფლება. ანუ თავიდანვე ჩადებული იყო, თქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცის რაღაცა ეთნორეგიონების მიერ ანუ დასავლური ვექტორის ჩახერგვა. ამაზე ბუნებრივია ვარი თქვა ჩვენი მხრიდან და ნუ კიდე იქ იყო უამრავი ნიუანსი, თქვა ომი რატომაც დაიწყო, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და კონკრეტულად ამ ეთნორეგიონებზე იყო ასეთი, რომ დასავლეთის გაფართოების დინამიკა იყო აშკარა, ნატოს გაფართოების, ცნობილია კისინჯერის და მეტლოკის პოლემიკა აღარ მახსოვს რომელ ტელევიზიაში, როდესაც კისინჯერი ამბობს, რომ უნდა გაფართოვდეს, რა თქმა უნდა, მაშინ როცა რუსეთი არის ასეთი სუსტი. და შესაბამისად პოლიტიკა ჩვენს მიმართ იქნებოდა ბუნებრივია ასეთი. თუ ვერ დაგვითანხმებდნენ, მერე მოყვებოდა კონფლიქტი შეიარებული და ნუ მოყვა კიდეც. და რუსეთი ახლა რაც შეეხება შენ კითხვას, ჩვენსკენ და ჩვენი რეგიონისკენ მათ ჭირდებათ მშვიდობა. ეს არის აუცილებელი მათთვის, რომ რაღაცა ნაპერწკალმა დიდი ცეცხლი არ გამოიწვიოს იგივე ჩრდილო კავკასიისკენ და ახლა ჩვენ ერთია რომ თქვათ იმის ფიზიკური საშუალება არ აგვაქვს, რომ ომის შედეგად დავიბრუნოთ და მეორე ის, რომ ამის სურვილიც არ აგვაქვს. მე ღრმად მწამს, რომ არც ერთ ჭკუად მყოფას არ უნდა ქონდეს, თქვათ, სამხედრო საშუალებებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების, იმიტომ რომ ეს იქნება კიდე ახალი ნაღმი, თქვათ, რომელსაც რაღაც პერიოდი გააკონტროლებ, მეორე ხარისხოვან მოსახლეობად გეყოლება იქ ხალხი, როგორც დღეს გალელები ყავთ, მაგალითად აფხაზებს, ასე უნდა ყავდეს ისინი, იმიტომ რომ რეინტეგრაცია ვერ მოახერხებენ და არ გამოვა იქ ამბავი, ვერც დევილს დააბრუნებ იქ და თუ დააბრუნებ, მაშინ უნდა ქონდეს სრული ტოტალური კონტროლი სამხედრო, პოლიციური და კიდე რა ვიცი როგორი. და შესაბამისად ეს არის გაყინული სიტუაცია, მაგრამ ადამიანურ დონეზე, სახალხო დიპლომატიის დონეზე ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ იქაური მოსახლეობა გარკვეულწილად ჩვენსკენ მოვაბრუნოთ და ეს გავაკეთოთ უფრო ეფექტურად. ამას ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ვრჩებით ძველ პარადიგმაში, რომ ჩვენ ეკონომიკურად რო განვითარდებით, ისინი თავში ხელს შემოიწყამენ ეს რა დაგვემართა და მოდი ისე დავბრუნდეთ. ანუ ასეთი წარმოდგენებია, რომ ეკონომიკური წარმატებით იმ გამარჯვებულის ღირსებას გადაფარავდა, ის დაგიბრუნდება აუცილებლად. რაც ასე არ მოხდება, ეს არის ნონსენსი. ამის მე ამჯერა და თუ კი ისე მოვახერხებთ, რომ დავანახებთ, რომ დანარჩენ საქართველოში, ჩვენს გაერთიანებულ სახელმწიფოში მათი იდენტობის გადარჩენა რეალურია, მათი ენის, მათი თვითმყოფადობის და შევთავაზებთ მოდელს, არა ავტონომიის, ავტონომია მოძველებულია და ეს მიმაჩნია სერიოზულ ანაქრონიზმად, რომ ახლა მას დამოუკიდებას, ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ აფხაზეთს და ოსეთს შეთავაზო ავტონომია. რასიზმია, ხო? მას უნდა შეთავაზო ასევე შენთან ერთად გაიზიაროს ის დამოუკიდებლობა და ის სუვერენიტეტი, რაც გააქვს. და გახადო იგი თანასწორი ყველა სხვა დანარჩენ რეგიონთან და იგზნოს თავის საკუთარ სახელმწიფოში. თუ ამას მოვახერხებთ, ეს იქნება კარგი და თუ ვერ ვახერხებთ, ნუ აგერ ხედავთ, რომ ინვესტიციები იდება რუსეთის მხრიდან. შენს გადაცემაში ადრე ვთქვი, რომ აფხაზეთს განიხილავენ როგორც ერთგვარ ზდრავნიცად, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს და ეს ვრემე გეროევა აქვთ პროგრამა, სადაც ჩემი აზრით ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული გმირი მიიღებს იქ
თავის დამსახურებულ იმას ნაკვეთს. და ასეთ იქნება ბევრი და თუ ჩვენ ვერაფერს ვერ მოვახერხებთ, ასე დამთავრდება რა საბოლოო ჯამში. ახლა რუსეთის დაშლას ველოდოთ და როდის დაიშლება და პუტინი როდის მოკვდება, ახლა ასე ზელენსკი ელოდება პუტინის სიკვდილს, მე ახალგაზრდა ვარ და უფრო გავკაჩავო და ჩვენ რა ვიცი, ბატონო, ზელენსკის კი არა, ტრამპს შეუთვალა, ხო? 28-ში აღარ იქნებიო რა, ეგრე გამოვიდა, ხო გახსოვთ? ბატონ ლევან, რა სიტყვი შენ? მე ჯერ იმაზე ვთქვათ, რატო არ აღიარა თავიდან, რატო ეხლა აღიარა, ნუ ეხლა რა 2008. კი ბატონო. რატო აღიარებინა? იმიტომ რომ მოდი ეს ეტაპებად განვიხილოთ. პირველი ეტაპი არის ოკუპაცია და კონტროლირებადი რეჟიმის დამყარება აღიარების გარეშე. მეორე ეტაპი არის აღიარება, მესამე არის ანექსია, ხო? ყველა ეს თითოეული ეტაპი მაგალითად არის ეს ესკალაციის და ზემოქმედების შემდეგ ესე იგი შესაძლებლობა. მოახდენს ოკუპაციას ტერიტორიის, დასვავს თავის რეჟიმს, დასვავს სამხედრო ბაზას და მე გეუბნება რომ ისე თუ მოიქცევი როგორც მე მინდა, ესე იგი არ ვაღიარებ. ხო? მე ეს ომი რომ მოხდა 2008 წელს, მაშინ უბრალოდ იძულებული იყვნენ ეგენი აღიარებინათ, იმიტომ რომ რაღაცა რეაქცია უნდა მიეცათ. და ამ აღიარებით საქართველოს ზემოქმედების ერთი საფეხური დაკარგეს. ეხლა რას გეუბნებიან? ეხლა გეუბნებიან რომ ეხლა თუ არ მოიქცევი კარგად, ხო? მაშინ შევიერთებ ამ ტერიტორიას, გავაკეთებ ანექსია. ამ ანექსიასთან ერთად საერთოდ იკარგება მე საქართველოს ზემოქმედების შესრულება ტერიტორიული საკითხით, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა რომელ პოლიტოლოგს უსმინე, მაგრამ კარგად მესმის იმ ხალხის ლოგიკა, რა ლოგიკით მოქმედებდა, როდესაც არ აღიარებენ, არაფერში არ სჭირდებოდა აღიარება, ისედაც ჩვენივრად აკონტროლებენ იქ სიტუაციას. პოლიტიკურ მოგვარებას ამას ხელს უშლის ერთი რომ არ არსებობს ნდობა თვითონ საქართველოსა და რუსეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. არ არსებობს დიალოგი და არ არსებობს ფორმატი, რა ფორმატში შეიძლება ასე ვთქვათ, ამ საკითხის გადაწყვეტა, იმიტომ რომ რუსეთი არ ენდობა უბრალოდ იმას, რომ საქართველოს დაუბრუნოს ეს ტერიტორიები და მე მოუწევს ბაზების გაყვანა იქიდან. თუ შეიძლება პოლიტიკური ვითარება, ურჩევნია რომ ბაზები კონდეს ტერიტორიაზე, თუნდაც ასე იგი არაღიარების თუ ანექსიის გარეშე. და საქართველოს ვერ ენდობა ასეთ მდგომარეობას, იმიტომ რომ არის საფრთხე იმისა, რომ შეიძლება ისეთ ფორმატი შემოგთავაზონ, რომ ესე იგი აფხაზეთი კი არ უნდა გაერთიანდეს საქართველოს, საქართველოს უნდა გაერთიანდეს აფხაზეთთან. რაღაც ესეთი ეს არის მე მგონი. შეიძლება შეთავაზება. ეს შეიძლება შეცვალოს სიტუაცია თუ მოხდება რკინიგზის გახსნა და რა ქვია, ეკონომიური აქტივობა შეიცვლება, მაგრამ ესეც მოხდება ალბათ უფრო დიდ ფორმატში, ურთიერთობი, სადაც იქნება ჩართული როგორც თურქეთი, როგორც ირანი, სავარაუდოდ დიდი მოთამაშეები ჩვენ რეგიონში. ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტ დიდი მოთამაშე იქნება, მით უფრო დიდი იქნება ნდობის ფაქტორი, მე ასე მგონია. ჯერჯერობით ამისთვის არავის არ სცალია. ეს კონსპიროლოგია მგონია, რომ ესე იგი სამიტი თვითონ რუსეთს არ წყობდა ერევანში, ისედაც ჩვენურად შეეძლოთ აიკრძალათ ესე იგი სამხური კონიაკი ან მინერალური წყლები ან გარგარი ან აკრძალვები ახლა არის სომხეთში არჩევნების წინ, რომ ზემოქმედება მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და არ უკავშირდება მე მგონი ამ სამიტს, ასე ვთქვათ. ერთი ცოტა მე სხვა კუთხიდან რო შევხედოთ, ახლა მაგალითად ეს ბაზების თემა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურად მათთვის ბაზა საინტერესოა და ეგ არის ხო რუსეთის თქვათ გეოსტრატეგიაც, რომ ბაზები განათავსოს მის გარშემო. სხვისი ბაზა არ იყოს, რაც მთავარია, იყოს თავისი. მაგრამ ამავე დროს საქართველოს სწრაფვა დასავლური სტრუქტურებისადმი და მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების არსებობა, რომელთანაც გააქვს ფაქტიურად გაყინული კონფლიქტი,
ანუ ესეც დისკომფორტია რუსეთისთვის. ანუ მისთვის საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით, რომ დააბრუნებდა აფხაზეთს, შეიძლება ბაზაც გაეყვანა, მაგრამ ისეთი კავშირი შეექმნა საქართველოსთან, რომელიც იქნებოდა გარკვეულწილად ესეთი გარანტია მისთვის, რომ მას ზურგში არავინ არ ჩასცემს ლახვარს. ანუ ერთგვარი союзное государство, რაღაც თვალსაზრისით. და ამას რო ვერ ახერხებს და არ გამოსდის, იმიტომ რომ ყოველთვის არის გარემო თამაში, რომელიც საქართველოსზე და საქართველოს შიგნით არსებულ მოსახლეობაზე ახდენს ზემოქმედებას, ანუ ეს პრობლემა არის გადაუჭრელი. და აგერ თქვათ სომხეთს რო შევადაროთ, სომხეთმა ერთგვარი ბალასტი იყო მისთვის ყარაბაღი, თანაც არც აღიარებული ჰქონდა მისი მხრიდან არც აღიარებული იყო, მაგრამ გარკვეულ წილად მის დინამიკას, თქვათ გეოპოლიტიკურს და ამ ვექტორს გასუშლიდა. დღეს ახლა თქვათ გახსნილია ხელები სასომხეთს და შეუძლია უფრო ადვილად ითანამშრომლოს ევროსტრუქტურებთან, მაგრამ მე მენიშნა ის პაშინიანის სიტყვები, რომ ჩვენ შეიძლება ევროპაში ვერ მოხვდეთ ევროკავშირში, მაგრამ გვაქვს მიზანი, რომ დავამსგავსოთ ევროპას და ევროსტრუქტურას, ანუ ჩვენი ქვეყანა და ეს ალბათ უფრო რეალისტურია, თქვათ სომხეთის მხრიდან. ჩვენ რამდენად გვაქვს რაიმე შანსები რეალურად, რომ გადავდგათ ნაბიჯი სერიოზული, აქედანაც იყოს კარი ჩვენთვის ღია და ჩვენც შევძლოთ მიახლოება ამ სტრუქტურებთან, ეს უკვე დიდი ხანია რაღაც კითხვის ნიშანია რა. და მივედით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების მომენტი, ოღონდ უკვე შიგნიდან და არა გარე გამოწვევები. პატრიარქის, ჩვენი ახალი პატრიარქის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, მოკლედ კოლექტიურმა დასავლეთმა არ დაზოგა არც რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური და მოკლედ ორ ფრონტზე გვიტევდა. საეროზე და სასულიეროზე და საბოლოო ჯამში სასულიეროზე ღმერთმა ქნას და მოხდა კიდეც რომ საქართველოს გაიმარჯვა. მე ვთვლი რომ ჩეული პატრიარქი ყავს, ჩიო მესამის სახით საქართველოს, მაგრამ რაც შეეხება საჯარო სივრცეს. აი მაგალითად ხვალ 26-ისთვის იგეგმება ძალიან დიდი აქცია. ეს არავინ იცის დიდი იქნება მცირე თუ ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, რაც არ უნდა უკრაინაში ჩართული იყოს ევროპა ფინანსურად, ტექნიკურად და ასე შემდეგ, რაღაცა თანხა ყოველთვის არის და რესურსი, რომ საქართველოზე ზემოქმედება მოახდინო. და არ დაგვაუვისდეს არიან ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე ესეთი ოდიოზური ფიგურები, როგორც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გააკეთა ძალიან უცნაური მკვახე და ქალბატონისთვის და საერთოდ ადამიანისთვის შეუდარებელი განცხადება. ბოლომდე ამას არ გავიზიარებ, მე მინდა აბორტს გავიკეთებ და მინდა სხვა რამესო. და აი წარმოიდგინეთ, არის ხალხი, ვინც აი მსგავს ოდიოზურ ფიგურებს უკან მიყვება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მხოლოდ ახალგაზრდობა არ არის, მე ყოველთვის ვაბრალებდი ამას, რომ განათლების სისტემა იყო ჩავარდნილი ჯერ 8 წელი სააკაშვილის დროს და მე არც ოცნებამ დააკლო, მაგრამ მე ვხედავ ჩვენი ასაკის ხალხს, 60 წელს მიტანებულ მამაკაცებს და ქალბატონებს და ძალიან მიკვირს, ძალიან ისიც მიკვირს ბატონებო, რომ ყველა ნაყიდი ყავდეთ, ან ყველამდე მიდიოდეს ის დონაციები, რაც ევროპიდან მოდის და როგორ ფიქრობთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? ეს ოცნების სისუსტეა, იდეოლოგიური პლატფორმის არ ქონა, რაღაც საკრალური ეროვნული ბირთვის არ ქონა, პროპაგანდა, თუ ეს უბრალოდ ესეა და ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ანუ ობიექტური რეალობაა და ნუ ამას ყველაფერს დრო მოჭამს და რო არ მოჭამოს დრო რა სიტყვით? მე არ მგონია რომ საქართველოს შიგნიდან არევა ახლა შესაძლებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ 2022 წელს რაც გამოვაცხადეთ ჩვენ
ჩაურევლობის, ომში ჩაურევლობის პოლიტიკა. ჩვენ არ მონაწილეობთ ამ დიდ გეოპოლიტიკურ ომებში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებაში არსებობს დიდი კონსენსუსი. მათ შორის ძალიან ბევრი, ვინც ამ ოპოზიციის მიტინგებზე დადის, ასე თქვა და თვითონ ამ ოპოზიციის წევრებიც, ხო? ის ხალხიც არასამთავროებიც, ვინც დაფინანსებას ღებულობენ და შესაბამისად რაღაც რეაქცია სამუშაომა აჩვენონ წარადგენ. ამ ხალხის დიდ ნაწილშიც კონსენსუსი მოქმედებს. და მაგიტო არის, რომ მათ არ აქვს რადიკალიზმის ის ხარისხი, რაც შეიძლება საჭირო იქნებოდა უფრო დიდი ესკალაციისთვის და საბოლოო ჯამში მათაც კარგად ესმით, რომ ესეთი რადიკალური ცვლილება საქართველოში პოლიტიკური კურსის და დამღობელი აღმოჩნდება მათთვისაც და ყველასთვის, ეს ყველას დაარტყავს. უბრალოდ მე ეს მგონია, რომ ამ ასე თქვა დასავლურ უფრო ევროკავშირის ამ soft power-ში, ასე თქვა ჩართულობა და მათი დღის წესრიგის ცხოვრება საქართველოში მათი უქმნის რაღაც ინტეგრაციის და თანამონაწილეობის რაღაც ცხოვრების წესის, ასე ვთქვათ, ილუზიას, რომ ისინი დასავლურ სივრცეში ცხოვრობენ. მენტალურად მაინც თუ ფიზიკურად არა. იგივე დღის წესრიგი აქვს, იგივე იდეოლოგია აქვს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო არ არის ფიზიკურად, იურიდიულად იმ სივრცის ნაწილი, მაგრამ ისინი ისე ცხოვრობენ საქართველოში, როგორც წარმოუდგენიათ, რომ იცხოვრობდნენ დასავლეთში. მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი სიმულაცია და ფსიქოლოგიური ეფექტი მინდა სახის. არ ველოდები მე დიდი ესკალაციას ახლა 28-ში. მეორე საკითხია ისე, თვითონ ჩვენი დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს ამ სხვადასხვა ძალების მიმართ, იმიტომ რომ ირანიც ხდება ახლა მოთამაშე. ასე იგი არის თურქეთი, არის რუსეთი, არის ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთი. მე ესეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ჩვენ პოლიტიკურ ელიტას გონია, რომ ამ ძალებიდან ყველაზე სუსტი არის ევროკავშირი, ევრობიუროკრატია და ფაქტურად რაღაც ესეთი განტევების ვაცად და დაბალღობითაც კი მიიჩნევა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენი მხრიდან ამდენს პირების მხრიდან ესე იგი ერთგვარი ტროლინგი მაგალითად დანიაში ადამიანის უფლებების შესახებ. ხო, მარტივად არ მომწონს ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ გასაგებია, რომ პირდაპირ რა ქვია, ფიზიკურ ზემოქმედებას უხერხს სამხედრო ძალით და ამ შემდეგ ევროკავშირი საქართველოში არ განახორციელებს. მაგრამ რა გამოდის მაშინ, რომ არის ძალები, რომელსაც ჩვენ გვეშინია მათი მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების და მათაც ჩვენ უფრო ვითვალისწინებთ და არის ძალები, რომელსაც არ გვეშინია და მათთან ასეთ პოლემიკაში შევდივართ, ესე გამოდის და არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ ამაზე ასეთ მოქმედებაზე ესეთი ფართო კონსენსუსი ქართულ საზოგადოებაში არ იქნება, ესე იგი ომში ჩაურევლობაზე არის ფართო კონსენსუსი, ასეთ პოლემიკაზე და უფრო ესკალაციაზე მგონი, რომ არ არის ესეთი კონსენსუსი. ამ საკითხში ლევანს ვეთანხმები, კონსენსუსი ნამდვილად არის ომში ჩაურევლობაზე და ამ თვალსაზრისით ოცნება ხარად არის, მაგრამ არის სოციალური საკითხები, რომელიც წამოიწია და რომლის კარგი შეფუთვა და ტრიალება მიდის და მედია მხარდაჭერა აქვს, ადამიანური რესურსით მხარდაჭერა აქვს, იგივე ეს დუშენის დაავადების თემაც ძალიან კარგად და აბორტებიც კარგად აიტაცეს. კი, ოსტატურად ძალიან ოცნებას უწევს გარკვეული რეაქციონერის მდგომარეობაში ყოფნა და რეაქციებს აკეთებს ამ თემებზე, ახლა მაგალითად ამ დაავადებასთან დაკავშირებით პრემიერის განმარტება ისეთი იყო, რომ ესე იგი თუ თქვათ
ეხლა ასეთ დაფინანსებას გავაკეთებთ, ეს იქნება ფარმაცევტული მაფიის სასარგებლოდ და თუ ერთ დაშვებას გავაკეთებთ, მერე შეიძლება მილიარდ ლარამდე მოხდესო, ესე იგი ბიუჯეტიდან გადახდაო და დანარჩენ საზოგადოებაზე გააკეთა აპელირება. ეს ცოტა უცნაური მგონია, მაგრამ ისიც გამიგია, რომ თქვათ ეს წამალი, რასაც ითხოვენ, თლათ ბოლომდე აპრობირებული არ არის და შეიძლება გარკვეული საფრთხეც გამოიწვიოს და ვიღაც ბავშვი ღმერთთან უხსნას გარდაიცვალოს და მთელი ეს პროცესი საკრალულ ცხოვრებას ეძებს, ხო? ეს ექსპერიმენტული პრეპარატია, მე როგორც ვიცი და არავინ იცის რა შედეგს გამოიღებს. გარე ძალას ძალიან ესეთ სერიოზულად ეძებს საკრალულ ცხოვრებას და თვითონ ოცნება ასეთ რისკზე ალბათ არ წავა, ხო? ვიღაცას მისცეს მსგავსი წამალი, რომ ფატალური შედეგი დადგეს და გარკვეულ რეაქციებს ახორციელებს ხანდახან წარმატებით, ხანდახან ვერა. პლუს ეს პროტესტი, ეს თქვათ უწყვეტი პროტესტი ერთის მხრივ თქვათ დემოკრატიის ხარისხს აფიქსირებს ქვეყანაში, რომ ახან პროტესტია და პროტესტს არ ახშობენ და საშუალებას აძლევენ, თქვათ ეს დემოკრატიული პროცესი კარგად მიმდინარეობს, ოპოზიციური ტელევიზიები არსებობს, არ იხურება ეს გარე შეფასებებში ჩდება, ხო, იმაში კვლევებში და იმაში, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ამავე დროს არის ესეთი გადამღლელი პროცესიც არის, სადაც დანარჩენი საზოგადოება იღლება, ეხლა თბილისის მოსახლეობაზეა საუბარი ძირითადად, ხო? აქედან გამომდინარე, გარკვეული კანონების მიღება ხდება, საკმაოდ ხისტი კანონების, ამ ხისტ კანონში, კანონის მოქმედების არეალში შეიძლება ისეთი ადამიანის მოხდეს, რომელიც თქვათ ოცნების მომხრეც არის და მოხდეს პოტენციურად მისი გადაკაჩვა საპირისპირო მხარეს. და ეს არის ჩემი აზრით სტრატეგია, რომელიც არის მიმართული რეჟიმ ჩეინჯზე. და გარედან მიდის ამგვარი ზეწოლები შიდა პროტესტანტების მეშვეობით და ამ რეაქციებიდან გამომდინარე ხელისუფლება ღებულობს ამ რაღაცა კანონების საკმაოდ კასკადია უკვე რაღაცა ახალი კანონების, რომელიც თლათ რაღაც კარგი სახე არ ეძლევა. თუმცა ეს ბოლო ინიციატივა, ეს რა ქვია იმას შეურაცხყოფაზე და სიძულვილის ენაზე და ასე შემდეგ, ესეც გამოიწვევს გარკვეულ ნეგატივს და ნახოთ ახლა ვინ როგორ დაიცავს, ახლა თქვათ ეს კანონი თუ იქნა მიღებული, ფაქტიურად ერთგვარი დუმილი ჩამოწვევა, ხო, იმაში გინდა სოციალურ ქსელში და გინდა და თუ გადავა ეს დებატის ფორმატში და სოციალური ქსელები გაჩერდება, ეს სიძულვილის ენა გაჩერდება და ეს კანონი მოუხდება ამ ყველაფერს და მარტო ტელევიზიის მეშვეობით დებატის ფორმატში გადავა, ეს ამ შემთხვევაში კარგი იქნება, მაგრამ თუ შერჩევითად იქნება ვიღაცის დაჯარიმება, ეს შეზღუდვა დაკავება თუ რაც, ხო, ეს უკვე ნეგატიურად აისახება და გარკვეულწილად ცუდი ფონი შეიძლება შეიქმნას, მე ასე ვფიქრობ. ლევან, შენ რა სიტყვი? სოციალური თემები უფრო ფართოა. მე ესე იგი ამ გენეტიკურ დაავადებას რაც შეეხება, ხო? ესე იგი მათ მგონია, რომ მთავარი სწორი კომუნიკაცია დაავადებული ბავშვების შობლებთან და ახსნა ვითარების და ეს არ არის ის თემა, რითიც შეიძლება ოპოზიციამ ქულები ჩაიწეროს, იმიტომ რომ მე მგონი პირიქით უკვე და ამბებისთვის გასაგებია, რომ ძალიან უზნეო თემა იყო ამ ბავშვების ჯანმრთელობის სპეკულაცია და მოთხოვნა პრეპარატების, რომელიც ესე იგი ჯერ დაშვებული არ არის ევროკავშირის ტერიტორიაზე და შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს პროფესიონალების გასარჩევი საკითხი და ჩვენ არა ვართ მაგ სფეროს პროფესიონალები. მე რასაც უსმინე ჯანმრთელობის მინისტრს, მისი არგუმენტები ჩემთვის ზოგადად ამაჯერებელი იყო და მაგრამ არის რეალური სოციალური პრობლემები, ეს იქნება ფასები, ეს იქნება ფარული მუშაობა, ეს იქნება თუნდაც მედიკამენტებზე ფასები
და ამ ოპოზიციას არ აქვს ჯერჯერობით უნარი ეს ამ თემების ატაცების მართვის და ხმების დაგროვების, იმიტომ რომ ერთი ძალიან დისკრედიტირებული სპექტრია თვითონ. და საზოგადოებაში დობით არ სარგებლობს და მე ესე მგონია რომ ოცნების სტაბილურობა ძირითადად ამაზეა დამოკიდებული. ხალხს ეშინია უბრალოდ ამ ოპოზიციის რომ ისინი მართლა შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არ არის ლაპარაკი მარტო ნაცებზე და არ არის ლაპარაკი მარტო იმ 9 ასე თქვათ წელიწადზე ამ რეჟიმის, სხვა აბსოლუტურად სხვა ფიგურების ახლების ისეთ ჟელობისას ისეთ წარმოაჩენენ თავს, ხო, ისეთ არასერიოზულ ფიგურებად აბსოლუტურად რაღაც მარგინალური აზრებით და პლატფორმებით. ამათ ნდობა არ არის. არც ხალხმა ისიც იცის, რომ მათ არ გააჩნიათ ადმინისტრაციული გამოცდილება, ცოდნას რომ დავალებოთ თავი, თეორიულ ცოდნას, არ აქვს ასე ვთქვათ მენეჯერული გამოცდილება. და ამიტომ ხდება ის, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის აქტიური საქართველოში. ბევრს მობეს და ბუნებრივია ერთ-ერთი მთავრობა ამდენი წლის განმავლობაში ვერ ხედავს სხვას შემცვლელს მათ დღეობით. ამიტომ ფაქტურად გადის განზე და ეს პროცესი ხდება უბრალოდ აქტივისტების საქმე, რომელიც როგორც სამსახურში ისე დადიან ამ აქციებზე. ხო და ასე რევოლუციები ვერ მოხდება. ალბათ იქნება შემდეგ არჩევნებზე გამწვავება კვლავ, მაგრამ თუ გამოჩნდა ვინმე პოლიტიკური სპექტრიდან და რა თქმა უნდა სოციალური თემები ესე იგი მაგით ვამბობ რომ არ არის არავისთან საჭირო დაპირისპირება იქნება ესე იგი ევროკავშირი თუ ვინც არ უნდა იყოს ხო ევროკავშირიც შეუძლია ჩვენ სოციალური პრობლემები შეგქმნას შეუძლია თქვათ ზემოქმედება ამ თვალსაზრისით განახორციელოს საქართველოს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ როცა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არ ვიქნებით ამ პროცესებში მხარე ეს იმასაც უნდა გულისხმობდეს რომ ბევრ შეფასებებში უნდა ვიყოთ ნეიტრალური და არ მგონია რომ სერიოზული იყოს ახლა ჩვენი მხრიდან ევროკავშირში დემოკრატიის ხარისხზე შენობა და წუხილი, იმიტომ რომ სხვადასხვა არათანაზომადი სისტემები ვიყო, არათანაზომადი გავლენის და ამ მნიშვნელობის და ღირებულების. საფრთხილოა მე მგონია ეს თემა და მე ვფიქრობ, რომ ოცნება საკმაოდ კარგად სარგებლობს, აქ ეს ფუფუნება, გარკვეული ირონიით ვამბობ, მაგრამ ესეა. იმისა, რომ მომიტინგეებს შორის, ანუ ოპოზიციურ მხარეს შორის ამ გუნდში არ არსებობს აზრი, არ არსებობენ პირები, ვისაც შეუძლიათ სოციალურ პლატფორმაზე აგებული პროტესტის ტალღა გამოიწვია. უამრავი რამ თემაზე შეიძლება საქართველოში პროტესტის მოწყობა, ხა რაც არ უნდა მე ვემხრობოდა იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას, მე კარგად ვიცი რა ყოფითი პრობლემებია დაგროვილი და საკმარისზე მეტია, თქვენც იცით ეს. მაგრამ ოცნება ამით სარგებლობს, რომ უბრალოდ არავინ არის, ვინც ამ თემას ესე კარგად შეფუთავდა და სარგებლობენ ამ თემით, ამ სიტუაციით, ამ შექმნილი ვითარებით და როგორც ჩანს ის 10,000 კაცი, 5,000 კაცი თუ 2,000 კაცი რა მნიშვნელობა აქვს? არასოდეს არ დამითვლია მომიტინგეები თავებით. გადიან ერთ კვირაში, ორ კვირაში ეს მუხტი იკლებს და ასე შემდეგ. მე უბრალოდ შიში მაქვს სხვა რამის, რომ ჩვენ ხო მარტო დასავლეთის საფრთხეს არ ვგრძნობთ ამ მხრივ, რომ რეჟიმ ჩეინჯი უნდათ. ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს რუსეთის ფედერაცია. ნამდვილად არ ვიცით. სხვა მეზობლებისგან ალბათ მსგავს შემოტევას არც უნდა ველოდოთ ახლა. ჩვენთვის ნაკლებად ცხელად მათ. და მე მაინტერესებს უკვე დასასრულისკენ მივდივართ და როგორ ფიქრობთ, შესაძლო გამწვავებები, შესაძლო შემოტევები შეიძლება თუ არა იყოს უახლოეს მომავალში, როგორც
ერთეული ან კოლექტიური დასავლეთიდან, ან იგივე რუსეთის ფედერაციიდან და რას ფიქრობთ იმ მოვალულ ხმებზე, რომელიც შემომდეც კი ჩამოვიდა 12000 კილომეტრზე, რომ შესაძლოა რიგარში არჩევნები დაინიშნოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ შესაძლებელია ქვეყანაში და საერთოდ ეს რიგარში არჩევნები შეუწყობს ხელს კი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ახალგაზრდებას და ამითი დავასრულოთ. ბრძანეთ, რომელსაც გნებავთ. ლევანი დაიწყოს, მაგრამ ჯობია. კი ბატონო. დაგითმო ლევანი. მადლობა. ესე იგი ის რა ოპოზიციაცაა, ეხლა მათ რო არავითარი შანსი არ აქვს, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ხალხი გვახსოვს გუში რასაკეთებდნენ და ვინ იყვნენ. ანუ ისინი არ შეცვლილან. როგორც ლევანმა თქვა, კიდე ახლები ისეთები გამოჩნდნენ, რომ მათი ნდობაც არ არის. და ბუნებრივია ხელისუფლებასაც ეს ხალხი აწყობს მუდმივად, რომ ისინი არსებობდნენ. მაგრამ თუ გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც რაღაცა იკვეთება, რაღაც ნიშნები ჩანს, ერთგვარი ახალი სააკაშვილი, რაღაც უფრო დინჯი, უფრო დაღვინებული, უფრო შვიდი, მაგრამ არა ქარიზმული. ასეთი თუ მომძლავრდება უფრო და აკრიბავს თავის გარკვეულ ხმებს და სიმპათიებს, შეიძლება ამ შემთხვევაში დაინიშნოს რიგგარეში არჩევნები, იმიტომ რომ ამ მესამე და ახალმა ვერ მოასწროს ისეთი ხმების და პოპულარობის მოპოვება, რომ დაჩაგროს არსებული ოპოზიცია და კონკურენციაში შევიდეს ოცნებასთან. რეალურ ოპოზიციაში შევიდეს, ხო? ხო, და უკვე გარკვეულწილად ხალხში გაჩნდეს განცდა, რომ აი ეს ნამდვილად არის ის ძალა, რომელიცაც ღირს ოცნების ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ადამიანური არჩევნები. რუსეთიდან დესტრუქციას რას ფიქრობთ? რუსეთიდან დესტრუქციას რაც შეეხება, მე მაგას არ ველი, იმიტომ რომ რუსეთს მაგისტვის არც ხელა თუ რაღაცა განსაკუთრებულად საშიში არ დაინახა, ანუ რევოლუციის თვალსაზრისით ეს საფრთხეა მაგალითად. რევოლუციური პროცესი თუ წავიდა, შეიძლება რაღაცა განსხვავება მოხდეს, იმიტომ რომ რუსეთი არ ამგონია ხა დაელოდოს ისეთი ხელისუფლების და ისეთი პერსონის მოსვლას ქვეყანაში, რომელიც გარკვეულ ხისტ მოძრაობებს განახორციელებს აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით. ლევან, მე არ ამგონია, რომ იქნება ადამიანელი არჩევნები, იმიტომ რომ ასეთი პერსპექტიულად რეიტინგული ფიგურა ჯერჯერობით ვერ ხედავ. ხო, არჩევნებადაც ახლა იმდენი დრო არ არის, რომ ახლა საერთოდ გამოჩენას მოასწრებს თუ არა იმე არა თუ რეიტინგის აკრეფას ეგ კიდე საკითხია. ბევრი რამე იქნება ახლა დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ სოციალური მდგომარეობა თემები ისეთი თემებია, რომ პრინციპში პოლიტიკური ლიდერი ძალიან ხშირად არც არის ინტერნეტის კონტექსტში. თუ იქნება ვითარება ეკონომიკური თუ არა პრობლემები შეიქმნა, სოციალური პროცესი არის მიმართული პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ყოველწლიურად. ხობები რამე იქნება დამოკიდებული რეჟიმში ჩვენ პოლიტიკაზე ახ სომხეთში არჩევნებზე, იმიტომ რომ იქ როგორ ჩაერევა რუსეთი რას გააკეთებს. მე მაინც გონია რომ ესე იგი შეიძლება ბალასტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას უშლიდა ხელს სომხეთს ყარაბაღში, მაგრამ რაც მოხდა ეს შორეულ პერსპექტივაში ცარას, ახლო პერსპექტივაში კატასტროფა სომხეთის სახელმწიფოსი, იმიტომ რომ ეს პროცესი არ დამთავრდება ყარაბაღით, ესე იგი და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არის მოქცეული ხა მჭიდრო, ასე ვთქვათ, მჭიდრო კავშირში სომხეთი და მათი ოფნარყოფის საკითხი შეიძლება დადგეს საერთოდ, მათ საქართველოსთვის იქნება ცუდი, იმიტომ რომ მკვეთრი ბალანსის ცვლილება კავკასიაში დაგვარტყავს ჩვენს. ესე იყო ისტორიულად ყოველთვის, რომ პირველ დაგმა მათზე მოდიოდი. და მაგის გარდა მე მგონია, რომ იმოქმედა პაშინიანის მოვლენაზე, იმოქმედა
ვიტრინამ, რასაც დასავლეთი აკეთებდა საქართველოსგან და ეს შიდა ასეთი კავკასიური დერბის თემას თუ გავითვალისწინებთ, ასე იგი იმ გადამდები აღმოჩნდა ჩვენი მეზობლებისთვის, იმიტომ ეგენი ხედავდნენ ვიტრინას, ჩამოდიოდნენ ხედავდნენ ტურისტულ ზონებს, რეალურად ქვეყანაში რა პრობლემებია იმას ვერ ხედავდნენ და მათ შეექმნათ ილუზია, რომ აი საქართველოს გაცილებით წინ წავიდა, ჩვენ ჩამოვჭით, ამიტომ ცვლილებები გჭირდება. ხო და რა ვიცი, როგორ გითხრათ ესე იგი, მე მაინც თვლი რომ ეს გეზი რაც აიღო ქვეყანამ უფრო მოქნილ პოლიტიკაზე, მათ შორის ეკონომიურ პოლიტიკაზე და საკუთარი ინტერესებით და უსაფრთხოებით ხელმძღვანელობაზე, ხო? ეს უნდა გაგრძელდეს და არ უნდა გაგვიჩნდეს იმის ილუზია, რომ იმდენად სტაბილური და იმდენად ძლიერი სისტემა მაქვს, რომ შეგვიძლია ასე ვთქვათ, პრობლემის უფლება მივცეთ ჩვენ თავს და პოლემიკაში შევიდეთ, უფრო ხის პოლემიკაში. დიდ მოთამაშეებთან, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ არსებობს ესე იგი მეგობარი და მტერი, არსებობს ინტერესები და არსებობს პარტნიორები. ეს უნდა მოხსნას. თლათ არც ცალფეხზე უნდა დავდგეთ და არც დამოკიდებულება ძალიან დავაფიქსიროთ და ტრად გადავიკიდოთ. ნამდვილად ასეა კი ბატონო. და მეც რახან კითხვა დავსვი, ჩემი აზრი მაქვს და ჩემასაც დავაფიქსირებ. მე ესეთი შტაბ-ეჭდილება მჩება, რომ ადრე თუ გვიან და ეს არ არის რაღაც უხილავი მომავალი უხილავი პერსპექტივა, ეს ისტორიულ ნაკვეთში იქნება ხვალზეგ. რუსეთს მოუწევს სომხეთთან ანგარიშის გასწორება. რა ფორმით ეს არავინ არ იცის. როგორც ლევანმა თქვა, ყარაბაღი ეს შესაძლოა ღუზა იყო რაღაცა პერიოდისთვის, მაგრამ ეს ის ღუზა იყო, რომელიც სომხეთის სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებდა და მე სომხეთზე მეტად მაშინებს რუსეთ-აზერბაიჯანის შესაძლო დაპირისპირება, არ ვიცი ეს რა ფორმას მიიღებს. მე ესეთი შტაბ-ეჭდილება მჩება, რომ ალიევს აქ განცდა იმისა, რომ მსოფლიო შევიდა ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, თუ სახელმწიფოს არ აქვს პრეტენზია ასე ვთქვათ, გაზრდაზე, განვითარებაზე, აგრესიულ პოლიტიკაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ტერიტორიების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ესე იგი, მე ასე ვხედავ, რომ ალიევს ეს აღქმა აქვს, რომ ის უნდა ვითარდებოდეს, უნდა გადიოდეს, უნდა კონდეს პრეტენზია ყველასთან, ვინც კი მას გარშემო აკრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მართლა ვერ წარმოვიდგენ დიდი საბჭოთა პოლიტიკოსის ვაჟმა და თავადაც უკვე შემდგომმა პოლიტიკოსმა რატომ უნდა ჩათვალოს, რომ დავით გარეჯზე აგრესია უნდა მიიტანოს და მე არ მჯერა, რომ ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის სულელურმა ნაბიჯებმა გამოიწვია. და აი ეს ქმედებები ამას ბუნებრივია რუსეთი ხედავს, რომ აზერბაიჯანს აქვს ბევრად მეტზე პრეტენზია, თუნდაც ის როგორ აღიქვავს ის სამხრეთ კავკასიას და ზუსტად ეს მაშინებს მე, რომ მათი ინტერესების ჯახი იქნება უფრო მეტად ვიდრე სომხეთთან დაკავშირებით და აქვე დავამატებ იმას, რომ რუსები ყოველთვის მოქმედებენ ძალიან ტკივნეულად, ძალიან მკაცრად, მართლა დათვივით, აი ტორებს იქნევენ და შინაურს და გარეულს არ არჩევენ, როცა ამის დრო მოდის. თუმცა სანამ ამ ფაზამდე მივლენ, დიდი დრო ჭირდებათ და ლევან შენ კარგი ექსკურსი ქონდა ევროპისა და რუსეთის დაპირისპირებაზე და ნუ მოსკოვის კი გადაიწვა და მე შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ბისტრო-ბისტროც კი შექმნეს პარიზში და ასევე იყო თითქმის აღებული მოსკოვიდან გააბუნძულეს გერმანელები. ხო და არ ვიცი ეს დრო ეს ჟამი როდის დადგება, მაგრამ მე რატოღაც ასე მგონია, რომ როცა ანგარიშ სწორებას დაიწყებენ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან, მიუხედავად ჩვენი მიუხროლობის 20 წელიწადნახევრიანი პოლიტიკისა, ჩვენც არ დაგვინდობენ. სამწუხაროდ რუსები ესე გვექცეოდნენ ყოველთვის.
ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მომიტევეთ. თუ ამას არ ეთანხმებით. და ბოლოს დიდი მადლობა მეგობრებო და ერთ რამის გთხოვთ, თუ რამეზე გსურდათ თქმა საუბარი და მე უბრალოდ ჩემ კითხვაში არ მქონდა, გთხოვთ თქვენი აზრი დაამატოთ ან რამე ისეთი თქვათ. რაც მე ვერ შეგეკითხეთ ან არ შეგეკითხეთ. თუ გაქვთ ასეთი რამე. მე მაშინ აბა ბოლო რეპლიკაზე ვიტყოდი ისე. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები არის უფრო ფართო კონტექსტის, ეს რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-ირანის ურთიერთობების თემა, იმიტომ რომ ჯერჯერობით რუსეთს არ აქვს მაგის არც შესაძლებლობა ახლა და არც ინტერესი და შეიძლება არც კონდეს უახლოეს მომავალში იმხელა ინტერესი, იმიტომ რომ ამ რეგიონის ფეთქებადობის და მოთამაშეების არსებობის პირობებში. მე ესე მგონია, რომ მაინც უფრო ნაკლებ ალბათურია, რომ რაღაც გამწვავება იყოს ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ამის ძალები რეალურად ჯერჯერობით არც ერთხარეს არ აქვს ესეთი და მეორე თურქეთის და ირანის ფაქტორია მათ თავარი. მე სულს გამოვთქვამდი, რომ ხელისუფლება მაგალითად რაც მას ევალება, უფრო მკაფიოდ აუხსნას მოსახლეობას ქვეყნის პერსპექტივები. რამდენად რეალურია ესა თუ ის ვექტორი, რამდენად შეიძლება რომ თქვათ განხორციელდეს ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამდენი ხანია. და დაანახოს გარკვეული ის სფერები, რაც თვალი ვერ ხედავს და რაღაც გარკვეულ ილუზიებში, როდესაც არიან ადამიანები, ანუ ეს უფრო მკაფიოდ დაინახონ, მაგ დიდი სურვილი რომ უფრო გააქტიურდეს აფხაზებისა და ოსების მიმართულებით ურთიერთობა, დიალოგი და გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რაც ამ ხალხს გარკვეულწილად იმ რუსეთის საფრთხეებს უფრო შეაგრძნობინებს, ვიდრე აი საქართველოზე რო ფიქრობენ დანარჩენ საქართველოზე, რომ ეს მაშინ ოკეანეში დახრჩობა მირჩევნია, ვიდრე მაშინ კუბეში და ასეთი განწყობა თუ მოვახერხებთ ჩვენ რომ მათ შეუცვალეთ, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და უფრო გამყარება რაღაცა ქვეყნის შიგნით საკუთარი ეროვნული იდენტობის სულისკვეთების ჩვენი ეკლესიის და იმ ფსიქოლოგიის, რაც ქართლს გადაატანინებს გარკვეულ რთულ დროს, რომელიც ალბათ დადგება და უფრო შემჭიდროებული ქართული საზოგადოება უფრო ესეთია რა, გამძლე რეზისტენტული და უფრო სიცოცხლის უნარიანი. აი, ხელისუფლებაზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული, რომ ეს პოლარიზაცია მოიხსნას და გულოცავ საქართველოს ხვალინდელ დღეს და ჩვენს აყურებელს და ყველას ასე დავამთავრებთ. დიდი მადლობა ბატონებო ამ საინტერესო საუბრისთვის და მე ვთვლი რომ მართლაც ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანზე ჩემი აზრით და აქვე მაყურებლისთვის ვიტყვი რომ თუ მოგეწონათ ეს ჩვენი დისკუსიის საუბარი, ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ იხილოს. გნებავთ საქართველოში და გნებავთ უცხოეთში. დიდი მადლობა ბატონო ლევან თქვენც ასევე და დროებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო შეხვედრისთვის და ამ საინტერესო საუბრისთვის. გმადლობთ. კარგად, კარგად, ნახვამდის.